ეგეთი ტექნიკა მეგობრებო, რომელიც 5 თუთი თქვენ თუ გააკეთე, სკამზე დამჯდარი, თქვენი წნევა, გულის მაგალი დარტყმები, სტრესი, შეშფუთვები, მექსირების პრობლემა მოგვარდება. გაინტერესებს 5 თუთი ყოველდღე ეს ტექნიკა თქვენ თუ გააკეთებ, თქვენი ტვინის ფუნქციები იქნება უკეთესი. და ეს ეგეთი ტექნიკაა მეგობრებო, მაგას არ ჭირდება 3 თვე, 4 თვე შედეგი რო ნახო. პირველი გაკეთებაშიც თუ გიკეთია საათი, რომელიც გიჩვენებს გულის დარტყმები, წნევა, ეგეთი ფუნქციები, ან თქვენ გვერდზე თუ გააქვს წნევის აპარატი, შეგიძლია ეხლავე გააკეთე ეს და გასინჯო. მეგობრებო, დაახლოებით 10 დღეა ვაჯარშევილა 73 ნომერში საკვების დანამატის მაღაზია გვაქვს და იქ რამდენიმე ადამიანი, ყველაზე მეტი ადამიანი შეხვდება, ვისაც აჩუქებს უძილობა, სტრესი და ეგეთი ცხოვრების წესის პრობლემა. სტრესში ადამიანი, სტრესული გარემოში ცხოვრობს. იმიტომ ეს საშუალება მაქვს უკვე პირდაპირ რო შევხვდები ადამიანს, პირდაპირ უკვე ვიცი რა პრობლემები მეტია ჩვენ გარემო, რა ნაკლებად. დღეს ვცადე, რომ ეს ტექნიკა გასწავლო, თქვენ სახლიდან გასულა არ ჭირდება, დარბაზებში შეარული არ ჭირდება ამ ტექნიკის გაკეთებისთვის. პლუს ეს ტექნიკა არ ნიშნავს, რომ ადამიანის სტრესი, უძილობა, რომ აქ მაშინ უნდა გააკეთო. ეს ტექნიკა ბავშვებისთვისაც შეიძლება, სწავლაში ბავშვი თუ კარგად არ არის, თუ კარგად არ სწავლობს, ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებისთვის ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ტვინიდან მოდის. ტინიტუსები, ხმარო მოდის კურებში, ეგეთი პრობლემა. ამისთვის წამალი არ არსებობს. თქვენ შეგიძლია ეს გააკეთო. ნახე მეგობრებო, ამ ვიდეოს ქვევით იქნება კვლევები ჩატარებული, რასაც არის, მაგის ლინკის ჩაგიგდე, თქვენ წაიკითხე მერე, გადაითარგმნე, ყველა აღიარებს ამ ტექნიკას და ამ ვარჯიშს, რომ ეს მართლა ათასობით წლიდან აიურვედაში არსებობს, ეს ბრჰამრი პრანაიამ ქვია მაგას, ბრჰამრი პრანაიამ. ეხლა ამერიკელმა კელებმა კი რაღაცა სხვა სახელი დაარქვა, ბუზის ხმა. იმიტომ მაგის გაკეთების დროს რა ხმა მოდის, ამას გაავსრობთ რომ ბუზი ფრიალებ. ტვინში ეგეთი ნეირონების აქტივება შეიძლება, რომელიც არც ერთი წამალს არ შეუძლია. მოდი ახლა გაჩვენეთ მეგობრებო, როგორ უნდა გააკეთო. სხამზე ესე სწორად დაჯდები ნებისმიერი ადგილზე. ციხარ სწორად პირველი ეს თითი იქნება აქ დადებული და ეს კურებში, ანუ კური უნდა დაკეტო. აი ესე, ეს რო ნახე, გვერდზეც გაჩვენებ. ესე დაიკეტება. ეს აქ ამ ორი თითით დაკეტავს თვალი ესე და ეს არ აქვს მნიშვნელობა, აქ სადმე, აი აქ დადეთ. ისუნთქებ გრმად, ბოლომდე. სუნთქვა გააჩერე და სუნთქვა გაუშვის დროს, აი ეგეთი ხმა უნდა მოვიდე, ნახე. აქ უნდა იგრძნობოდე ეს ხმა, ეს დრეზენია. პირველივე რო გააკეთებ, ესე რო დაждები მეგობრებო, ეს უფრო სუბუგად იგრძნებთ. გულის დარტყმები პირველივე გაკეთებაში შემცირდება. ქვევით მოვა ეს მაგალი დარტყმები, მაგალი წნევა. პირველივე ერთხელ ხო გავაკეთე, გასინჯე გულის დარტყმა. გულის, ანუ თვითონ ეს კუნთები და ნერვები იქნება დაწყნარებული. ეხლა განახებ მეგობრებო, კვლევები, რასაც ჩატარებულია, ჩემ თვალის წინ ეხლა ხედავს, წაიკითხავ. სტრეს და შეშფუთვები აწყნარებს
პირველივე გაკეთებაში ჯანგბადის მიწოდება აკეთებს ტვინამდე უფრო კარგად, ინსომნიას პრობლემას ასწორებს, გაბრაძება და აგრესიული ადამიანისთვის არის სასწაული, პირველივე გაკეთებაში ხედავს შედეგი, მაგალი წნევები, ხმის ხარისხი და კელის ჯანმრთელობისთვის არის კარგი, რადგან ეს მეგეთი ხმა რო არის. სინუსიტების ხარისხი, ანუ ჯანმრთელობისთვის ეს კარგია. მაგასაც წმენდავს, რადგან ეს დრეჟენიასავით აძლევს. ძილი უფრო კარგი და ღრმა არის, როცა აკეთებს ბრამრი პრანაიამი. ცადე მეგობრებო, და აუცილებლად მე დაწერეთ კომენტარებში თქვენ რა ეფექტი ნახე, მე ვაკეთებ მაგას და სასწაულია დაგლილი თელი დღის მუშაობის მერე საგამოდ 10 თუთი გააკეთე და ძალიან საინტერესო და მაგარი ეფექტებია. სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი გააზიარეთ მეგობრებში, ბაკარგად.